ჩვენ შეგვატყობინა მოსახლეობამ ეკოლოგიურ სამართლის ცენტრს, აქ უნდა მოხდეს პოლიციის შენობის აღმართვა. თქვენ თვითონაც ხედავ, აქ არის მრავალწლიანი ნარგავები, ნაძვები და აპირებენ აერხეების მოჭრას. ეს ყველა დაუშვებელია, ეწინააღმდეგება თვითონ ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებას, პარლამენტის დადგენილებას, მერიის დადგენილებას და ყოველად ამაზენი ფაქტია, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ აი ეს სარეკრეაციო ზონა გავაუქმოთ ჩვენ. ერთადერთი პარკი არის ნაძალადევის მოსახლეობას ეს გააჩნია და ეხლა აქ თუ ამას ჩვენ აი მშენებლობა იწარმოება დიდ დარტყმას მივაყენებთ ქალაქის ეკოსისტემას. თანაც დარღვეულია კანონი მშენებლობის ნებართვის შესახებ, ვინაიდან არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა თუ რა შენობა უნდა აღიმართოს. ჩვენ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურში დავრეკეთ და გითხრეს რომ ჩვენ არ ვიცითო, მაგრამ როგორც მოსახლეობა და მშენებლები ამბობენ, პოლიციის შენობა უნდა აშენდეს. ჩვენ რა თქმა უნდა დაუყოვნებლივ მოვითხოვთ რომ ეს აღიკვეთოს ყოველივე, ვინაიდან უკვე გამზადებულია ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ხეები მოიჭრას და მოუწოდებთ ქალაქის ხელმძღვანელობას, რომ პოლიციის შენებლობის წინააღმდეგი არავინ არ არის. ეხლა ჩვენ ისეთი იარლიქს თუ მოგვაწებებენ, რაც არ არსებობს ბუნებაში. ააშენონ ეს პოლიციის შენობა, ოღონდ ააშენონ არა პარკში და სკვერში, არამედ ააშენონ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მოსახლეობას არ შეუძლებს. აქ ხალხი მოდის და ასასვენებლად. თავად ის ფაქტი არის გაუგნებელი, რომ პოლიციის შენობა უნდა აღიმართოს იმ პოლიციის, რომელმაც კანონი უნდა დაიცვას და კანონის დარღვევით ხდება მშენებლობა. ეს არის ყოველად პარადოქსული ფაქტი.